დელიბორ, მადლობა დროის დათმობისთვის. ქართულმა ოცნებამ დემონსტრაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაამკაცრა და ახალი მედია რეგულაციების შესახებაც ისაუბრა. რას ნიშნავს ამ ზომების მიღება პროტესტის მომავლისა და მოქალაქეებისთვის და რას ამბობს ეს ხელისუფლების განზრახვაზე. პირველ ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გზაზე იმ ეტაპისკენ, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა. შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ან ნატოსა და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირები გააღრმაოს, თუ ის ახშობს განსხვავებულ ხმებს, ხალხსაპატიმრებს, უქმებს მანდატებს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პარლამენტარებს. არჩევნები კიდევ ცალკე საუბრის საგანია. პირადად ჩემთვის ქართული ოცნების გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში მჭიდროდ დამკვიდრდეს, ჩარჩეს. და ვფიქრობ, ქართველი თავისუფლების მოყვარე ხალხი მართალია, როდესაც ამას მთელი ძალით აპროტესტებს. ქართული ოცნების ლიდერებმა წინასწარ ისაუბრეს მედიასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღების გეგმებზეც. თქვეს, რომ დაადგენენ სტანდარტებს და უზრუნველყოფენ ეთიკურ ჟურნალისტიკას. კიდევ უფრო შეიზღუდება უცხოური დაფინანსებაც. პრემიერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებების კრიტიკა მხოლოდ იმის შიშს ეფუძნება, რომ მედია სიძულვილსა და ტყუილებს ვეღარ გაავრცელებს. რას ფიქრობთ ამ გეგმებზე? რას უქადის ეს დამოუკიდებელ მედიას ქვეყანაში? ეს განცხადებებიც ჩემი აზრით თანმიმდევრული და შესაბამისია. ამ თავრობის ზოგად სურათში ჯდება. თავრობის, რომელიც თავის მხრივ არის ფართოშეფასებით გაყალბებული არჩევნების შედეგი და რომელიც ცდილობს პოზიციები ნებისმიერ ფასად გაიმყაროს. მედია თავისუფლება პლურალისტური დემოკრატიის ფუნდამენტია. მედია თავისუფლება ისეთ მედია ლანდშაფტს გულისხმობს, რომელიც მოიცავს უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიასაც, სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, იდეების რეალურ კონკურენციას. მეთოდები, რომლებითაც საქართველოში ეს ყველაფერი კეთდება, ძალიან ინფორმაციული და მრავლის მთქმელია. უნგრეთში ვიქტორ ორბანი მედიაზე კონტროლის დამყარებას ირიბად ცდილობდა, სარეკლამო პოლიტიკით, ფლობელობის ცენტრალიზებით, მთავრობასთან დაახლოებული პირების მიერ მედიების შესყიდით და ასე შემდეგ. საქართველოში კი ეს ძალიან შეუფარავად, დაუხვეწავად, სასტიკი გზით ხდება. ეს ნამდვილად გვახსენებს იმას, რასაც რუსეთში ვხედავთ. ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ საქართველოს მაგალითი შორსაა იმ დემოკრატიული უკუსლის მაგალითებისგანაც, რაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გვინახავს. მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე თუ საერთოდ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებთ მზია ამაღლობელზე საუბრის გარეშე. ის დაკავებულია პოლიციელისთვის, სილის გაწვნისთვის და თვეზე მეტია შიმშილობს. ხელისუფლება მას შიმშილობის შეწყვეტას ურჩევს და ამბობს, რომ სამართალდამცავზე ძალადობა უპატიებელია. ეს მაშინ, როდესაც დემონსტრანტებზე ძალადობისთვის დასჯილი სამართალდამცავების შესახებ არაფერი გვსმენია. რას ფიქრობთ, რის ჩვენებას ცდილობენ ისინი მისი საქმის ამგვარად წარმართვით? ეს შემოწმებელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს თვისებრივ განსხვავებას დემოკრატიული უკუსლის სხვა მაგალითებთან შედარებით. მაგალითად სერბეთი, უნგრეთი, გარკვეული ხნით პოლონეთიც. ქვეყნები, რომელთა მთავრობებმაც სცადეს ძალაუფლების გამყარება, მაგრამ საქართველოში ეს ხდება ძალადობის გამოყენებით. ეს ნამდვილად დამატებითი ნაბიჯია რეალური, იმ ტიპის ტირანიისკენ, რაც რუსეთში, ჩინეთში ან ირანის მსგავს ქვეყნებში გვინახავს. ქართველები მართლები არიან, რომ ამ ბანდიტურ მეთოდებს აპროტესტებენ. მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ დასავლური სამყარო მეტს აკეთებდეს მამაცი ქართველების გვერდით დასადგომად. მათი, ვინც ამ მოვლენებს უპირისპირდება. ევროკავშირი იქნება ეს, ეუთო თუ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ახლა პოლიტიკური გარდაქმნის გარკვეულწილად უპრეცედენტო პროცესშია. ამან ამერიკაში ნამდვილად გადაიტანა პოლიტიკოსების მკაფიო ყურადღება იმ ქვეყნიდან, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვან რეგიონში მდებარე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. თუმცა ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი ნაბიჯი გადადგა, არაერთი რეზოლუცია მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი სულ ახლახან. საპარლამენტო ასამბლეამ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდა, უვიზო მიმოსვლით ვეღარ ისარგებლებენ დიპლომატიური თუ სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებიც. რა ნაბიჯების ნახვა გსურთ ევროკავშირისგან ამ ეტაპზე? საბოლოოდ პოლიტიკური ცვლილება ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს და არა გარედან. მხარდაჭერა აუცილებელია. დემოკრატიულ ცვლილებებს ნაყოფიერი ნიადაგი სჭირდება. ევროკავშირმა უკეთ უნდა მოახერხოს იმ სიგნალის ხაზგასმა, რომ საქართველოს ახლანდელი მდგომარეობით, ახლანდელი მთავრობით, საკამათო არჩევნებით არჩეული პარლამენტით არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს. განსაკუთრებით კი ასეთი ამ ძალადობრივი და ავაზაკური ქცევის დაწყებით მთავრობის მხრიდან, დემონსტრანტების და ჟურნალისტების გასამართლება და ციხეში ჩასმა და ასე შემდეგ. უნდა იყოს მიზანმიმართული ძალისხმევა იმისკენ, რომ რეალური ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ისევე, როგორც რუსეთის შემთხვევაში.
დიახ, ბევრი წუხს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ნაკლოვანი და არაეფექტური იყო, მაგრამ ეს ნაწილობრივ იმის შედეგიცაა, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, ჩინეთთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული ეკონომიკით. საქართველო კი საკმაოდ პატარაა და ვფიქრობ ბერკეტი, რომელიც ევროკავშირს, დასავლელ ინვესტორებს და მსგავს მოთამაშეებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოზე, საკმაოდ დიდია. ეს სრული მოცულობით უნდა გამოიყენონ. ჩვენ ვიხილეთ არაერთი ევროპული ქვეყნის განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, ასევე საუბარი ბრიტანეთის პარლამენტშიც, რასაც ბევრის შეფასებით ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს მტკივნეული გავლენა ივანიშვილების ოჯახზე. სანამ ევროკავშირი როგორც ინსტიტუტი არ ან ვერ დგამს ისეთ ეფექტურ ნაბიჯებს, რომელთა ნახვაც როგორც ამბობთ თქვენ გსურთ, როგორია ინდივიდუალური ქვეყნების პასუხისმგებლობა ან როლი, რა რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია მიმდინარე პროცესებზე ცალკეულ ქვეყნებს. ევროკავშირის შიგნით იქნება ეს თუ მის ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ ევროკავშირია ის, ვისაც აქვს საშუალებების ნაკრები, რაც აუცილებელია საქართველოსთვის რეალური ეკონომიკური საფასურის დასაწესებლად. იქნება ეს ვაჭრობის, ინვესტიციების თუ ქონების გაყინვის კუთხით, განსაკუთრებით კი რეჟიმთან დაკავშირებული ადამიანების მიმართ. ცხადია, თუ ამას ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები გააკეთებენ, ამერიკა იქნება ეს, კანადა თუ დიდი ბრიტანეთი, ეს ნამდვილად გაზრდიდა ამ სანქციების გავლენას. თუმცა ცალკეულ ქვეყნებს მაინც შედარებით ნაკლების გაკეთება შეუძლიათ. შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესება, ადამიანებისთვის მათ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, მაგრამ ეს სრულად არ გამორიცხავს შენგენის ზონას. ცალკეულ ქვეყანაში შეიძლება გარკვეული სამართლებრივი პროცესებიც მიმდინარეობდეს, თუ ამის საფუძველი იქნება, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ ბრიუსელზე და ევროკავშირზეა დამოკიდებული. ესაა 27 მთავრობის გაერთიანება, რომელიც უნდა შეიკრიბოს და ამ საკითხს პრიორიტეტულად მიუდგეს.